როგორ ხართ ხალხნო და ჯამაათნო დაშვებით. მე მშვენივრად სხვათა შორის. ამინდით ძალიან კარგია და განწყობაც მომაქვს. ეს გაზაფხულის სუნე ითნობა თბილა ისე კარგად გარეთ. როჭენი მივრეცხე და მაგის დამშრალებას რომ მივადგე ახლა. ვერ მოვასწრებ ყავას, იმიტომ რომ უნდა ვიდე 9 საათში. 25 გამომწერი მყავს. 25 კაცი გუნდია თქვენ რა სიძახით. მე რომელი საათია ადექი გაიღვიძე? გამარჯობა დედა, პირველის ნახევარია. ჩაიცვი და სკოლაში. ყოჩა. მოიწაკროა და დენი არ გვაქვს. ეს დამალვარას ნიშნავს ხათუნა ზუსტად ეს რეაქცია მაქვს. ეს დენის გათიშوار არ ნახეთ ხალხო. ახლა გაჩვენოთ მე. რა გავაკეთე გუში. TikTok-ზე ვნახე სახლური რახათ ლუქუმის რეცეპტი. კისელით, უმარტივესი. Hi. აბა ნახოთ. ამას დავჭრი და გაჩვენებთ უკვე გამზადებულს. მე ახლა ამას დავჭრი, შაქრის პუდრაში უნდა ამოვავლო. და გემოგუსში გავსინჯე, ვერ მოვიტყვები რომ არ გამისინჯავს, ახლა თქვენთან ერთად გავსინჯავ. არა, რა თქმა უნდა ვერ მოვითმინე და გუშინო გავსინჯე და იყო ზღაპრული. ვითომ ერთი ღამე უნდა გაჩერობოდა. სადღაც 5-6 საათში უკვე გადასარევი იყო, შეიძლებოდა შეჭმა. აბა ვნახოთ ვენახი, პუდრიც აქ გვაქვს. სხვათა შორის TikTok-ზე რაც გავაკეთებია. სოდის გავწბილებულ ვარ, რასაც ვერ ვიტყვი YouTube-ის რეცეპტებზე. YouTube-ის რეცეპტით ერთხელ რაღაცა ტაფის ხაჭაპური უნდა გამეკეთებინა. ერთი მხარე რომ გამოცხო ვერაფრით ვერ მომაბრუნე. დაიშალა მარტივ მომრავლებად. და ერთხელ მახსოვს კიდევ ყრაყუმია თუ რაღაცა მსგავსი გავაკეთე YouTube-ის რეცეპტით. გამოვიდა კოშმარი და ჯოჯოხეთი და მაგის მერე YouTube-ის რეცეპტებს არ გავკარები ვარ, გარდა აპოლინესი. ადრე იყო ხოლმე, ხა კი აღარ ვიცი, ალბათ არის კიდევ. აღარ მხვდება მე. რაც მოვამზადე. ყველაფერი ძალიან კაი გამოვიდა და აი რაც შეეხება TikTok-ის რეცეპტებს ხალხო, მე მათ ჯერ არ გავწბილებულ ვარ. ვაიმე, კაი. რა ზღარელია. გააკეთეთ უმარტივესია, აი უმარტივესია, თუ გეგმდებათ რეცეპტსაც გადმომივიდა ყავა. ყოჩა, ძლიერი შვილი, ყოჩა. ძლიერი შვილი ვარ ისე ჩემი გვარი. შემოკლებით მიწერია მანდ. ხო, ძლიერი შვილი ვარ. ამასობაში მე რაღაცები მოგიყვეთ ჩემზე. 38 წლის ვარ. ორი შვილი მყავს, ორი ბიჭი. ეკი თუ ერთ ვიდეოს მაინც უყურებთ, პრინციპში გეცოდინებათ. არ მაქვს ოფიციალური სამსახური, კი მიხდებოდით. ტრილიონი დრო მაქვს თავისუფალი. მე ვიცი, ვცხოვრობ ნორმალურად, ჩვეულებრივად. ხან ისე ხან ასე. როგორც ყველა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. თავის დროზე ჩემი პროფესიით რაღაცები მიკეთებია. ადრეულ ასაკში. თუმცა სიმართლე გითხრათ, მე ვხვდი, რომ აი ის არ არის ჩემი. და ეს ახლა ვაკეთებ, ეს უფრო ჩემია. ეს უფრო მსიამოვნებს. იდნობს ამ პუდრს, მაგრამ არა უშავს სიტყვას ხომ ისცემს უფრო მეტად, ისედაც ტკბილია. ისე დუშეთიდან ვარ. დუშეთში დავიბადე და გავიზარდე. ახლა ვცხოვრობ დუშეთში. შიდა ქართლში ვარ, გათხოვილი და აქ ვცხოვრობ. მოკლედ აი ასე. მე არ უნდა გავსინჯო. ვაიმე გააკეთეთ რა, ძალიან გემრიელია. ნუ თუ რახат ლუქუმი გიყვართ. რაღაც იყო მეორე რეცეპტი ვაშლით. ეგეც გავაკეთე ვაშლით. საერთოდ არ მომეწონა გემოთი. აი საერთოდ და ვფიქრობ რა გავუკეთო, გაჩვენებთ მაგასაც.
არაფერი არ უნდა ისეთი ვაშლი უნდა წამოვადგო ცოტა ხანს მოხაშო ну თუ ტკბილი არ არისო ცოტა შაქარი დაამატეო ვაშლი ტკბილი იყო ოდნავ შაქარი მაინც დავამატე მაგრამ აი კატასტროფულად არაფრის გემო არ აქვს ოდნავ წაკრავს ვაშლის გემო სადღაც იბრძვებ რო ვაშლისა დანარჩენი აი რაგითაც საერთოდ კაპიკად არ ვარგოდა და არ მომწონებია ისე რომ თუ ვინმეს თვალში მოგხვდათ და რაღაცა გეფიქრებათ ნეტა ხო არ ვცადო და გავაკეთო რა ვიცი ება მე საერთოდ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ მოგცემდით მაგაზე მე თუ დამიჯერებთ გამოვთო რატო ვაშიშინებ ის მეორეც უნდა გაჩვენოთ ჩაიცვი გიორგი ტანსაცმელი მედი რომ საჭმელიც მოასწრო ის მეორე ვიზუალი არ აქვს ცუდი ზუსტად ისეთი აქვს როგორიც იქ ქონდა ორი დავაყარებით არც ეგეთი ცუდი არ არის მაგრამ მეორედ იმას არ მოვამზადებ კიდე რა გითხრათ აი მე რა კარგია პირველი ყავა ფსიქოპათი ჩვეულებრივი ფსიქოპათი კიფეზე ადის ვიღაცა ამასობაში გამოვიცვალე და გავიდე უკვე გავცონცულდეთ მე და დათუკა გიო თავის თავს უვლის ხოლმე თვითონ მიდის თვითონ მოდის დიდი ბიჭია და ეს პატარა ანუ თავისუფლად ივლის უბრალოდ სხვაგან დრო დადიან ცოტა ძნელია რა სულ სირბილი მიწევს წაიყვანე დაელოდე მე მიდი დაელოდე მოიყვანე და მოკლედ მიდი მთელი დღე აი თავიანთ სკოლაში რომ გადმოვლენ კარებამდე მივაცილებ ხოლმე მარტო ორონაბიძია სკოლა ყველაფერი ორონაბიძია პრინციპში აქ ახლოს არის მოვედი ახლა მე და გემშვიდობებით და შემოგირბეთ მალე არ მოიწყინოთ მოვდივართ მე და დათუკა ეს ახლა მართლა და გემშვიდობებით